თურქეთსა და საქართველოში დასმული განსხვავებული დიაგნოზი საჩივრების ჯანდაცვის სამინისტროში და მშობლები იაშვილის კლინიკის წინააღმდეგ. ბუკანი კურაძის ოჯახთან ერთად იაშვილის კლინიკას ჩუტყვავილის დიაგნოზით გარდაცვლილი 3 წლის თინათინ მესხიძის ახლობლებიც ადანაშაულებენ. 2030-მა ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს კომენტარი რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. რა ხდება იაშვილის კლინიკაში და რა ეტაპზეა კონკრეტულ საქმეებზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მოკვლევა. ნახეთ მარიამ სეთურიძის რეპორტაჟში. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესული 5 საჩივრიდან მანანა ენუქიძის საჩივარი ერთ-ერთია. ერთი კვირის წინ გარდაცვლილი 8 წლის ბუკანი კურაძის ოჯახის წევრები იაშვილის კლინიკას დიაგნოზის არასწორად დასმაში ადანაშაულებენ. ბუკას დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ლეიკემიის დიაგნოზი ჰემატოლოგმა ასმათ შენგელაიამ არასწორად, მხოლოდ ერთი ბიოპსიით დასვა, რის შემდეგაც დანიშნულმა ქიმიოთერაპიის კურსმა ბუკას მდგომარეობა დაამძიმა. თურქეთში გადაყვანის შემდეგ თურქმა ექიმებმა ბავშვს სულ სხვა იმუნოდეფიციტის დიაგნოზი დაუსვეს. უკვირდათ, როგორ ბავშვი ლეიკემიით ჩამოვიდა ქიმიოთერაპიით და არსად 7 ბიოპსია, ეს არის საკმარისი, მე მგონი 7 ბიოპსია, რომ ლეიკოზის უჯრედიც არ არის მკვდარი. და საქართველოში ერთი ბიოპსიით დაუსვა ასმათ შენგელაიამ, რომ ჩემს სჭირდა სისხლის კიბო და ის დაიღუპებოდა თუ ქიმიოთერაპიას არ მიიღებდა. დღე-დღეს ველოდები უკვე დასკვნას. აუცილებლად ვაპირებს სამართლებრივად ჩივლს. დედის წერილობითი განცხადების საფუძველზე რამდენიმე თვის უკან დაიწყო საკითხის შესწავლა. ამ ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაცია, კურნალობის პირველი ეპიზოდის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია გადაგზავნილია სარეცენზიოდ შესაბამის დარგის ექიმ სპეციალისტებთან. ამ თემაზე 2030-თან კომენტარი არც კორპორაცია ევექს და არც მის მფლობელობაში მყოფ იაშვილის კლინიკას არ გაუკეთებია. თუმცა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ბავშვთა საავადმყოფომ ბუკანი კურაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიაგნოზი დასმული იქნა დროულად, კლინიკაში შემოსვლისთანავე და დადასტურებული იქნა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. კურნალობა ასევე იქნა დაწყებული დროულად, დიაგნოზის დადგენისთანავე. ქიმიოთერაპიის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ კი განვითარებული გართულებები მიეკუთვნება ხშირ გართულებათა რიცხვს და მათ შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდა მკურნალობის დაწყებამდე. 3 დეკემბერს კიდევ ერთი 3 წლინახევრის თინათინი იაშვილის კლინიკაში ჩუტყვავილის დიაგნოზით გარდაიცვალა. გარდაცვლილის მშობლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით ექიმები გოგონას მიღებაზე თავდაპირველად უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ თინათინი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო. მოგვიანებით იაშვილმა ბავშვი მიიღო, თუმცა ახლობლები განმარტავენ, რომ რეაგირება დაგვიანებული აღმოჩნდა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ ამ საქმეზე მოკვლევა დაწყებულია. სასამართლოში შუამდგომლობა გაგზავნილია, როგორც კი მივიღებთ ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინვე მოხდება ორივე დაწესებულებაში შესვლა და საკითხის შესწავლა. ინფექციურიდან წაიყვანეს იაშვილში, იაშვილიდან ისევ გამოაბრუნეს ინფექციურში და ბოლოს ბავშვი გარდაიცვალა იაშვილში. მე ეგეთი ინფორმაცია მაქვს ოჯახის წევრებისგან. ეს კი 3 წლის ნიკოლოზ ჯანელიძეა. მას დაბადებისთანავე იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ტერატომას, ანუ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თქმით, ბავშვის გადარჩენის შანსი 0-ის ტოლფასი იყო, თუმცა მას შემდეგ 3 წელი გავიდა. ავთვისებიანი სიმსივნე კი კეთილთვისებიანი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროსათვის საქმის წარმოების დასაწყებად ოფიციალური წერილით არ მიუმართავს. ქალბატონო, რა შეუგნებელი ადამიანი ბრძანდებით. თუ ვერ გაიგეთ, რომ თქვენ შულს არ ეშველებაო, ავთვისებიან სიმსივნესო, ვერსად ვერ კურნავენო, რა წასვლა მოინდომეთ, შეიძლება ქიმიას თუ დაუწყებთო, იქნებ ცოტაო გაიხანგძლიოთ ეს პერიოდი, თუ არა წადითო და ბავშვს მშვიდად მაინც აცალეთ სიკვდილიო. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს სახელზე ჯანდაცვის სამინისტროში 2015 წელს 5 საჩივარი შევიდა. აქედან ერთ საქმეზე პროფესიულმა საბჭომ დარღვევა ვერ აღმოაჩინა. დანარჩენ 4-ზე კი მოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.